ძვირფასო კოლეგებო, ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს უცხო ქვეყნების ინსტრუმენტად გამოყენება, მათ შორის გულისხმობს საქართველოს. ყველა პარტნიორი ქვეყანა იმსახურებს პატივისცემას და ღირსეულ ჩართულობას, რომელიც მიმართულია გამოწვევების გადაჭრაზე და არა გაუცხოებაზე, მხოლოდ იმის გამო, რომ მთავრობა არ ემორჩილება ბრიუსელის აბსურდულ პოლიტიკას. 21 საუკუნეში საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხა და დღემდე ამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციას ახდენს. 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე საქართველომ ღიად გამოხატა მისი სურვილი ალიანსში გაწევრიანების შესახებ. თუმცა ევროკავშირისა და ნატოს მთავარმა წევრმა სახელმწიფოებმა საქართველოსთვის ეს პერსპექტივა დაბლოკეს. მიუხედავად ამისა, საქართველომ განაგრძო კონსტრუქციული ჩართულობა ევროკავშირთან მიმართებით. 2025 წელს საქართველო დათანხმდა დიალოგს ადამიანის უფლებების საკითხზე, მაგრამ ევროკავშირმა ის სრულიად უსაფუძვლოდ გადადო. საქართველოს მიტოვება უსამართლო და ამორალური მარცხი იქნება ევროკავშირისთვის. ძვირფასო ევროკომისარო, თუ ნამდვილად გაღელვებთ ქართველი ხალხის ბედი, უმჯობესია ახლავე დაიწყოთ საქართველოსთან დიალოგი. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.